სალამი და გამარჯობა ბატონებო და ქალბატონებო, გამარჯობა და გამარჯობა, სამჯერ გამარჯობა და ბევრჯერ გამარჯობა. ხომ ხართ კარგად, ხომ ხართ ჯანმრთელად. თავარია მშვიდობით ვიყოთ, თავარია ეს არის თავარი, მე რომ მკითხო. ასე რომ მოგესალმებით რადიო სივრცე 98.5 გახავთ ეს რადიო სივრცე და არის ბატონო გაზაფხული და გაზაფხულის ქუჩიდან მოგესალმებით კიდე თან. დავემთხეთ ესე რომ ეხლა რო გითხართ რომ ზაფხულის ქუჩიდან მოგესალმებით თქო და შემოდგომაზე ქუჩიდან თქო მაგას მოგატყუებთ, მაგრამ გაზაფხულზე აგერ გაზაფხულის ქუჩიდან გესალმებით შეუღალო. გაზაფხულის 15-დან. და დღეს მე მყავს ხო მინდა გითხრათ რომ დაგვიმეგობრდით ამ YouTube-ზე, Facebook-ზე, ხედავთ და გვიხარია ჩვენ. ესე კი არ არის საქმე, ყველაფერს ვამჩნევთ და ყველაფერს ხედავთ. ჩვენ როგორ ნელ-ნელა უყვარდებით ხალხს, უყვართ ჩვენი გადაცემები, უყვარს ჩვენი რადიო სივრცე და ასე რომ ჩვენ ამით ხოლმე მოხარულები ვართ, თქვენ არ გეგონოთ რომ რაიმე გწყის, პირიქით გვიხარია. როცა გვაფასებთ და შეგვაფასებთ და დაგვაფასებთ, მოკლედ, ასე ვთქვათ რა. ეხლა კი მე მინდა წარმოგიდგინოთ თქვენ წინაშე არაჩვეულებრივი ქალბატონი. ეს არის ჩემი სიყმაწვილე, ეს არის ჩემი რა გითხრათ, როგორ გითხრათ, როგორ რაღაცა სიამტკბილობა რომ მოაქვს ადამიანს, ეს არის ეს წარმომადგენელი ერთ-ერთი დიდი პროფესიონალთაგანი, ის უკანასკნელი მოხიკანიო შეიძლება ასე ითქვას, იმ პროფესიონალებიდან, რომელიც ჩვენ გვყავდა უამრავი მაშინ და იყო უზარმაზარი კონკურენცია სადამ შემოვიდეთ ფილმებად. ეს გახლავთ ჩემო ქალბატონი მაყვალა ჩიხლაძე. დიდი პატივია თქვენი მოგზაურობა. ჩემთვის ჩემო ბატონო, ჩვენ სტუდიაში ძალიან მოხარულები ვარ და ძალიან მიხარია რომ დღეს მას ვიძულობთ. მართლა გულით ვამბობ ამას რა და მინდა რომ დიდხანს იყოთ ამ ქვეყანაზე, ძალიან დიდხანს. ესე არაჩვეულებრივად გამოიყურებოდეს ქალბატონი, არ ვიცი ჩემო ბატონო. თქვენ ეთყობა რაღაცა იცით, რაღაცა წამალი იცით. აკარკარაჩის თეზი, ყვავის ენა, რაღაც ხო ბებიები რომ ველაპარაკებოდნენ ხოლმე ნაყავდა ოგლის ქონი რა. და არაჩვეულებრივად გამოიყურებით და ღმერთმა დიდხანს გამყოფოთ, ესე თან ღერით, თან მე რომ ვკითხოთ ბზარიც არა გაქვთ ხმაში, დიდი მადლობა მომბრძანებისთვის და ჩვენ როგორც ვიწყებთ დასაწყისიდან ვიწყებთ. დავიწყოთ დასაწყისიდან. როგორ დაიწყო თქვენი ბავშვობა? როგორ გითხრათ ეხა ვინ იყო საერთოდ რატო ვინმე ყავდათ მომღერლები ოჯახში ბებია ბაბუამ თუ იმუშავა ამასთან დაკავშირებით თუ ამასთან დაკავშირებით ვისაუბრეთ. ასე დავიწყოთ და მე კიდე გთხოვთ რომ რაღაცებზე გვიპასუხოთ. დიდი მადლობა მოწვევისთვის პირველ რიგში. მადლობა მომბრძანებისთვის. ჩემი ბავშვობა მართლა დაიწყო სიმღერით. დარწმუნებული ვარ. სოფელში ბებიასთან ვიყავი ხოლმე. პატარა იქ ვიზრდებოდი, რა თქმა უნდა, სკოლამდე. რომელ სოფელში? გურჯაანის რაიონი, სოფელი ახაშენი. აჰა, კიდეც. ახაშენში. ბებიასთან ვიზრდებოდი. ჩემი ბებიაც მომღერალი იყო, მღეროდა, მომღერალი ახლა სცენაზე და რამე არა, მაგრამ ოჯახში ყველა მომღერალი იყო, დეიდები მომღერლები იყვნენ. დედა ჩემიც მღეროდა, გიტარაზეც უკრავდა. ბავშვობიდან დედმამიშვილების ამბავი როგორ იყო? არა, დედმამიშვილები არ მყავს. აჰა. დედის ერთა ხართ ესე? დედის ერთა ვარ კი. ხო და გიტარაზე დავკვრაც, ფანდურზე დავკვრაც, ვისწავლი უკვე 5 წლიდან, 5 წელს უკვე უკრავდი. რა თქმა უნდა, ეხლა ბავშვურად. ხო, რა თქმა უნდა. ესე პროფესიონალურ დონეზე ხო ვერ დაუკრავდი და უკრავდი, მაგრამ სიმღერების სმენა მქონდა ძალიან კარგი ბავშვობიდან, იმიტომ რომ ჩემ დეიდაშვილებთან, ჩემ ტოლებთან რომ მღეროდი ხოლმე შემეძლო ყოველთვის. პირველიც მემღერა, მეორეც მემღერა, ბანიც მიმეცა მასთვის და ასე. ბავშვობიდან. რას უსმენდით პატარობისას? რაებს უსმენდით პატარობისას? პატარობიდან რას უსმენდით? ვინ იყო პოპულარულები მაშინ და რას უსმენდით? თქვენ ამ ბავშვობაში რამე გახსოვთ ისეთი რომ რაღაცა მოგწონდათ პატარობისას? ბებია ჩემი, დეიდა ჩემები რომ მღეროდნენ ხოლმე ერთხელ ვიხილე ბაღში ყვავი. იშხნელი რა? ხო. ეგ მაქსიმ ღერას უსმენდი და ძალიან კარგად მღეროდნენ ჩემები. ხო. მე ფანძურზე კიდევ უფრო მოხალხურო სიმღერებს, ხალხურ სიმღერებს რაღაცებს ვახერხებდით მე და ჩემი დეიდაშვილები და ასე მაშინ იყო ალბათ ტელევიზია თქვენ ბავშვობაში არ ჩემ ბავშვობაში არ იყო. არა, იყო რადიო. რადიო იყო ხაზის რადიო. ხაზის რადიო, კი ბატონო. შავი რო იყო, შავი. კი ბატონო, კი. კარდონის თუ რაღაც კაღალდისგან გაკეთებული. იმას უსმენდით ხოლმე ძალიან ხშირად, მე უსმენდი, ძალიან მიყვარდა რადიოს მოსმენა და
ძალიან მიყვარდა ოპერები. ოპერები იყო ხოლმე ხშირად ძალიან ოპერისთან სიმღერები. და უსმენდით ამ ვერდის, ამ კლასიკას უსმენდით. აბესალომი და ეთერის ალბათ. კი, ზურაბ ანჯაფარიძე. იყო ხოლმე. ხო, ну მაშინ ახალგაზრდა იქნებოდა რა თქმა უნდა ზურაბ ანჯაფარიძე მე რო პატარა ვიყავი მაგრამ უსმედი ვანო სარაჯიშვილი ძალიან ხშირად იყო აბარა იქნებოდა ისე მიყვარდა მაგის სიმღერა რომ გენიალური მომღერალი ზეპირად სწავლობდი მაგის სიმღერებს და მეც თვითონ მღეროდი ხოლმე ასე მეგონა მეც ვანო სარაჯიშვილივით მღეროდი განუმეორებელი კახელი კაცი იყო იგეც ხო კი სარაჯიშვილები კახელები კი მე მგონი სიღნაღელი კი საოცრება იყო კაცო ეგ იყო მაგი თელმა მსოფლიომ გაიგო საოცრება გააცნო მსოფლიოს თავი ხო ისე კი არ იყო მარტო საქართველოში და იტალიაშიც დამყოფია კი დამყოფია კი ესეთი ისტორია მე რაღაც ტრაგიკული ისტორია ბოლოს რაღაც ისეთია კარგად არ მახსოვს ეხლა და ვერ დავიჯერ მე ხარ ამაზე რომ გითხრათ სიმღერით კი არ გააცანით მე როგორც რაღაცა ვიცი აგერ ჩემი პროდიუსერი მეუბნება რომ რაღაცა ცეკვით სცენაზე პირველად თუ სალაპარაკო ჟანრით არა ჯერ მე სწავლობდი როდის წამოხვედით იმიდან გურჯაანიდან მე უკვე სკოლა რო დაიწყო დედამ წამომიყვანა უკვე და სკოლაში ვისწავლე აქ უკვე რომელ სკოლაში სწავლობდი მე-6 ქალთა იყო მაშინ მე-20 ქალთა მე-20 და მერე გახდა უკვე რო შეაერთეს ვაჟები და ქალები ერთ უკვე გახდა მე-6 საშუალო სკოლა კი ბატონო ეს რა უბანია ნახალოვკაში ესე იგი რამეინაში და ამ სკოლაში ხა თავი არ გამოგეჩენიათ სიმღერით და რამე როგორ არა იქ იმართებოდა ხოლმე სკოლაში ხო ხან კონცერტი იყო ხოლმე ხან რაღაც ღონისძიება იყო და ყოველთვის მღეროდი ხოლმე და იცოდნენ ყველამ რომ მე სიმღერა მიყვარდა და არ გასვენებდნენ ბავშვობიდან მოკლედ რა ეგრე იყო რა და ეხლა პროფესიაზე ვგიჟდები თქვენ პროფესიაზე პირველად გავიგე ეს პროფესია ეს რა არის ლინოტიპისტი დიახ პოლიგრაფიული სასწავლებელი იყო კამოს ქუჩაზე ეხლა უზნაძის ქუჩა რომ არის კი ბატონო ხო და იქ ეზოშივე იყო კულტურის სახლი ამ პროფტექნიკური განათლების ბოლოში კი მე გეპეიც იყო მან რაღაც ეძახდნენ რომ ტექნიკური სასწავლებელი იყო ხო მანქანათმშენებლობის იყო გვერდზე კი ტექნიკუმი თუ რაღაც იყო ხო და იქ მე ახლა ხო ვსწავლობდი თან კულტურის სახლში ცეკვის ანსამბლი იყო ქართული ხალხური ცეკვების ანსამბლი იყო და საესტრადო განყოფილებაც იყო საესტრადოც განყოფილება იქაც ვიყავი და იქაც ვიყავი. თან მღეროდი, თან ცეკვავდი. ხო, თან მღეროდი. ხალხურ ცეკვებში 3 წელი ვიცეკვე. ხალხურ ცეკვებში. ხო, და საესტრადოც თან მივდევრულად, თან ისიც იყო და ისიც ერთდროულად კონცერტზე. თან ის დარბაზიც ჰქონდა ჩვენ ის სცენაც იყო, დარბაზი იყო. ხო და რომ ამ ინსტიტუტში ამ ეზოში კი კულტურის სახლი იყო და იმუშავეთ ამ ხრეალ პროფესიით რაღაცა კი როგორ არა ამ კომუნისტის რედაქციაში მუშაობდი მარჯანიშვილზე რო იყო ბეჭდითი სიტყვის კომბინატი იქაც მუშაობდი ხო იქიდან მერე ის თელავიდან იყო ჩამოსული სტამბის დირექტორი ხო და ჭირდებოდათ ლინოტიპისტი ხო და ხო შეიძლებაო რომ წავიყვანო ჩემთანო ხო და კიო გამიშვეს მე იქიდან და 3 თვე თუ 4 თვე ვიმუშავე მე სტამბაში იქ თელავში ეხლა ეს პროფესია არსებობს კიდე კი როგორ არა არის კი სადაც იბეჭდება გაზეთები და ჟურნალები კი მაგრამ ხო კომპიუტერია უკვე ყველაფერი და არა ხო მაგრამ ეხლა ზუსტად ეხლა არ ვიცი კიდევ არის თუ არა ის ლინოტიპი ასოები ჩვეულებრივი კლავიატურა იყო არა უკუღმა არ იყო ჩვეულებრივი კლავიატურა იყო აი როგორც საბეჭდი მანქანები ხო იყო ხო კი აი იმ დაგვარი იყო და ჩვეულებრივ ვკრეფავდით ასოებს და მე რაღაცა სახელური იყო მას დავწევდით მე წავიდოდა ის რაღაც ჩამოვიდოდა ის აკრეფილი უკვე ასოები და საღებავი ქონდა მატრიცა გამოდიოდა მატრიცა ხო და ეს გაზეთები და ჟურნალები იბეჭდებოდა გასაგები ჩემი ეხლა კონცერტებზე თუ დავდიოდით ახალგაზრდობაში კონცერტებზე მაინდა-მაინც არ დავდიოდი უფრო დავდიოდი მექსიკელები რო ჩამოდიოდნენ ხოლმე ფილარმონიის საზაფხულო დარბაზი იყო და იქ მოდიოდნენ ხოლმე მექსიკელები კონცერტი ლოს პანჩოსი იყო ჩამოსული
შინად დადიოდნენ მეხიკანოს. მექსიკელები კაცო ჩვენ თან. კი, მექსიკელები. ამდენჯერმე იყვნენ, ის კი არა? ესპანელები იყვნენ, კი, მექსიკელები, ნუ ესპანური ენა. სად იყო ეს კონცერტები, სად ტარდებოდა? ფილარმონიის საზაფხულო დარბაზში. ეხლა აღარ არსებობს. მაშინდელი პლეხანოვი. ლეხანოვზე, კი. ფილარმონია მაშინ იქ იყო, ჯერ არ იყო კი, დიდი არა, ფილარმონია. ჯერ არ იყო ეს დიდი საკონცერტო დარბაზი, არ იყო ჯერ. იყო ფილარმონია და ფილარმონიის ეზოში უკან, ამ შენობის უკან ეზოში იყო საზაფხულო დარბაზი. გოფილეთის ბაღი თუ რაღაცა იყო. აი, მაგი ზუსტად. ხო, ეგ არის გოფილეთის ბაღის. კი, მაგ ბაღში. ხო და რა მაინტერესებს? და მე სანამ ფილარმონიაში მოვიდოდი კიდევ ორერას კონცერტები ტარდებოდა ხოლმე მანდ. აჰა. ხო და რობერტ ბარძიმაშვილმა გაგებული ქონდა ეტყობა რომ მღეროდით. იქ ხო და დამიპარა და ისო უნდა ჩავწეროთო სიმღერაო და მარახ გოზიაშვილის ხმით. მაშინ ცოტა ისეთი ხმა მქონდა მართლა. მარახ გოზიაშვილის და ჩავწერეთ ის ირემი. გამიგონია ეგ ხო, კი ბატონო, კი. იქ ჩავწერეთ მარახ გოზიაშვილის ხმით. ხო და მაგი 2 განყოფილება ხო ქონდათ იმათ, მესამე განყოფილება ქონდათ კიდევ. 3 განყოფილებიანი კონცერტი ქონდათ ორერას. ეს რობერტი რა საოცარი ვინმე იყო. ეს იგი აი დღეს აი პროდიუსერი, თუ ვინმე რა, აი ყველაფრის ნიჭი ქონდა კაცს რა. ჯერ მუსიკოსი, პროფესიონალი, მე ნუ ეხა საოცრება იყო ეს რობერტ ბარძიმაშვილი რა მართალი გითხრა, აი ძალიან მაგ მე ბოლოს ბავშვები ყავდა კიდე აი გორკის კლუბის წინ ბავშვები ეხლა ისი კლუბია არ ვიცი ბაღია გორკის ბაღს ეძახდნენ იქ და კი მაშინ გორკის ბაღი ეხლა ვარდების ბაღი რო ხო ვარდების ბაღია ხო ეხლა მე მაინტერესებს იმ კონცერტში რო ჩაწერეს ჩემი ირემი ბუბა მღეროდა გამოდიოდა ვითომ ბუბა მღეროდა ეს კასინკა ქონდა რაღაც მოხეული ესე და ვითომ მღეროდა მარახის ხმით ვითომ ხო და ესეთი რაღაც ქონდა რაც რობერტის ქონდა თავისი რაღაც კი კაცო რობერტის ქონდა ძალიან ორიგინალური რაღაცები თან იმ დროისთვის რა თუ კიდე ის ფილმი ორერას სრულისვლით მაგარი ფილმი იყო ეს ორერას სრულისვლით რა კი და ვიღაც გოგო იყო არ ვიცი კიდე ის ჩაწერეს მერე იმაში რა ქვია ლილი გეგელიას ია ხო ვიღაცა ჩააწერია ია ხო და მე კონცერტში ვქონდა დგაში რა მაინტერესებს ეხლა იქ თენგი ჩარდაზე იყო ჩემი ბიძა ალალი ბიძა იყო კი ბატონო ჩემი ალალი ბიძა იყო ნუ ეხლა მაგის თვალწინა ვარ გაზდილი და ახალგაზრდა დაიღუპა საწყალი 42 წელს კი და ხო და სუბახსოს ფეხბურთი სუბაგასთან მიყავი ვაკეში ცხოვრობდა ბარნოვზე და ნუ ძალიან ბევრი ისეთი რამე მახსოვს ეხლა მე თენგიზას ნუ დედებით ვიყავით ნახესავები დივანი ყავდა მაგასაც და დეიდაშვილი ფაქტურად ბიძაა ჩემი და დედაჩემის დეიდაშვილი იყო რა ჩაულებრივად მეც დედა მყავს დივანი მაგასაც დედა ყავდა დივანი გვარად ხო და ახლონაცებები ვარ და სულ ვიცი და ეგ გამიგვირდა რომ თენგის ჩატარდესთან თქვენ გქონდათ რაღაცა ესე შეხება თენგისთან ერთად იმუშავეთ საერთოდ? კი, როგორ არა, თენგიზმა ჩამოაყალიბა ჯგუფი მხოლოდ ციცილით, ასე ერქვა ჯგუფს. მინიატურების ის იყო ჯგუფი მხოლოდ ციცილით და ჭირდებოდათ ქალი მოლაპარაკებს სახიობი. ხო და იქ ვიყავი მისული ჯერ არ ვიყავი ფილარმონიაში გაფორმებული, მაგ პირველად გავეფორმე უკვე როცა თენგიზთან ვიყავი. ჩემი დაქალი მუშაობდა იქ კომკაშვილის დივანი იყო. ხო და იმასთან ვიყავი შესული და თენგიზის მსახიობმა ერთ-ერთმა გურამ ჭიჭინაძე იყო ერთი რომ დამინახა იმასთან ჩემ დაქალთან ერთად რომ საუბრობდი და მოვიდა და კითხა მაგოგო ისო გაიყვანა ცალკე და მაგიო ხო არ მღერისო სიმღერა შეუძლიაო ან ცეკვა ან სიმღერა კი როგორ არა მღერის კიდე ცეკვავს კიდე ცოტა ჩვენ გჭირდება ქალიო და მოვიდესო თენგისთანო და ნახავსო თენგიზიო შეამოწმებსო ხო და მივედი თენგისთან მომცეს რაღაც ტექსტი ეს სიმღერა თუ აინტერესებდა თენგიზ არა ახლა იქ სიმღერაც არის ჩართული იქ მინიატურებში ცეკვაც არის რაღაც ცეკვა როგორ ახლა მთლიანი ცეკვა კი არა რაღაც წაცეკვება ხო და შემამოწმა ახლა ტექსტი მომცა რაღაცა წამაკითხა ნუ კარგიაო მითხრა მოდიო ხოდა ჩამრთეს ჯგუფში მომცეს როლები
სახასიათო როლები მე რატო აღარ გააკეთე? სერიოზული როლები ქონდა ზაირა გოგიაშვილს. წოვს. ხო და მე სახასიათო როლები მომცა და წავედით გასტროლებზე, მოვამზადეთ ერთ თვეში. ეს ახალი ჩამოყალიბებულია. კი, ახალი ჩამოყალიბებული იყო და კაკო კვანტალიანი იყო რეჟისორი. აჰა, კაკო კვანტალიანი კი. და თან მონაწილეც იყო, მონაწილეობდა ეგეც და შაშოც დუეტი ქონდათ მაგათაც. შაშო გომელაური. ხო და წავედით გასტროლებზე. მთელ დასავლეთ საქართველოში და მოვიარეთ მთელი რაიონები, რა თქმა უნდა. ორი მანქანით, მაშინ მანქანებს ქირაობდნენ ხოლმე, მსუბუქ მანქანებს. ხო და ერთ მანქანაში ვიყავით კაკო გომელაური, შაშო კაკო კვანტალიანი, შაშო გომელაური, მე და ვიღაც ერთი კიდე, ხო პიანისტკა ყავდა კიდე ერთი გოგო. ხო, მაგ მანქანით ჩვენ ვიყავით. ხო და მეორე მანქანით ჩანტლაძე, ზაირა გოგიაშვილი და კიდე ვიღაც მსახიობები კიდე, ადმინისტრატორიც კიდე თან და ასე დაგეგმავდა ადმინისტრატორი კონცერტებს ჩვენ. მუშაობაში როგორი იყო? კაცრი იყო. კაცრი იყო, კი, კაცრი იყო. ახლა სიმკაცრე აუცილებელია მსახიობებთან, აუცილებელია. აი გვააკაგე. მაგრამ ალბათ შენ სოპერო სიმღერა არ გეხერხება. ძალიან ნიჭიერი, ძალიან ნიჭიერი იყო სტენგის. უდაოდ ნიჭიერი. კი, უდაოდ ნიჭიერი იყო ძალიან. კი ბატონო. ხო და აი სხვადასხვა ბუხუთი ზაქარიაძე რაღაც ჰქონდა კი, მეორე გასტროლი უკვე კახეთში ჰქონდა ჩვენ. იქ უკვე ბუხუთი ზაქარიაძე აიყვანა. აჰა. დავით იყო და რაღაცა იპოლიტე ხვიჩია, დავით გამრეკელი და ვალოდია კეკელიძე, ოპერის მომღერალი კიდე, ვალოდია კეკელიძე. და ჩვენი დუეტი უკვე, ჩვენ უკვე დუეტი გქონდა. აჩიკოსთან უკვე დუეტი მქონდა, დუეტით ვიყავით უკვე წასული. და პირველად ისე აი სანამ დუეტზე გადავალთ ქალბატონო მაყვალა. ერთ სიმღერას ხარ გიმღერებდით და კი, როგორ არა. და შეიძლება შეგვისურვეთ ერთი სიმღერა თქვენი არაჩვეულებრივი ხმითა და ძალიან მოხმულები იქნება ჩემი მსმენელის და ჩვენს. ეხლა შევასრულებ ლირი გეგელიას რეპერტუარიდან. კი ბატონო, კი ბატონო. როცა ქურდულად შემოვა თბილისში ბინდი ღამისა და მკვარზე ვერცხლად ელვეს ჯაღარას ხივი მთვარისა როცა ნათურებს მოისხავს ღამე თვალ მარგალიტება მე შენი ნახვა მწყურია შენი ალერსი მინდება მე შენი ნახვა მწყურია შენი ალერსი მინდება გამონუ მომკლავლოდინით ნახე ლამაზი ღამია რა ლამაზია თბილისი მტკვარიც რა მომეხლავია გამოდი ერთად ვიაროთ შენ ჩემო გიშრის თვალება სანამ თვდედის პარათინათებს დამთვარეც მიმალება სანამ თვდედის პარათინათებს სანამ ჩაქრება სინათლე დიდი მადლობა ჩემო ბატონო ეხლა გადავიდეთ უკვე დუეტი რომელი წარმოიშვა პირველად ეხლა მე დუეტი გაჩნდა თუ ტრიო თუ ჯერ ბატონი აშრიც გავიხსენოთ როგორ მოხდა მასთან ესე იგი გაცნობა ასე ვთქვათ ეს იყო 1964 წელი მე მივედი 63-ში ფილარმონიაში და 64-ში გავიცანი აჩიკო მაშინაც ფილარმონიაში ვიყავი, რა თქმა უნდა, უკვე გაფორმებულიც ვიყავი იქ და ვიკრიბებოდი ხოლმე მსახიობები, მომღერლები, ყველა ფილარმონიაში და იქ დამანახეს აი სო არჩილ ჩიხლაძეაო.
ხო და მომღერალიო ადრე ედვარდთან მღეროდაო, მე წავიდაო, ეხლა ისევ მოვიდა, ალბათ სიმღერა უნდა კიდევ და გავიცანი იქ. გავიცანი და მარტო სიყვარული არ დო მარტო სიმღერა არ დობებია თურმე. ხო გავიცანი იქ და გავაკეთოთო ტრიო თუ გაწყობსო მე მითხრა. ტრიო იყო ესე იგი თავიდან. კი, ტრიო გავაკეთეთ. მესამე ვინ იყო? მარი ჭანტურია იყო. მესამე ხმა, მეორე რა თქმა უნდა აჩიკო და პირველი მე. გავაკეთეთ ტრიო. ხო და უკვე გავამზადეთ სიმღერები ყველაფერი შეამოწმეს ფილარმონიაში ისე არ ხდებოდა გაგზავნა იმაზე გასტროლებზე თუ არ შეამოწმებდნენ ფილარმონიაში ჯგუფს საერთოდ. და ვინ იყვნენ კომისიაში, ხო არ გახსოვთ? გოგი ცაბაძე, ვახტანგ გოგოლაშვილი, დირექტორი თვითონ ყიფიანი, გოგოლი ყიფიანი იყო. ნუ ისიც თევდორაძეც იყო. ბოდიში. ხო და შეამოწმეს, მოეწონათ და უნდათ გაშვება ჩვენი გასტროლებზე, მაგრამ ომარი ვეღარ წამოვიდა. მეუღლე ყავდა ფერწიმეთ. ხო და ვეღარ წამოვიდა. დავრჩით ორნი, მე და აჩიკო. მოკლედ მიდიოდა გადარჩევა. ყველა ვისაც უნდოდა ვერ მღეროდა რა ახლა რა. სიმღერა რომ მოგიდება ახლა რომ აგერ მომიდა ახლა სიმღერა მე და მიდი იმღერე ფილარმონიაში არ იყო ეგრე რა. ხო და გავაკეთეთ დუეტი. ცადოთ დუეტიო იქნებ თუ კაი გამოვიდაო. გაგუშვებენ ალბათ გასტროლებზე და გამოვიდა კარგი დუეტი შევამოწმეს. კარგია და ჩაგვდეს მაშინვე ოლღა დოლიძის ჯგუფში. აი ნახე ეს არის რომელი წლები 64 წელი კი 64 წელია და გავიშვეს უკვე გასტროლებზე და იმის მერე სულ გასტროლებზე ვიყავით თითქმის 6 თვე საქართველოში თუ საბჭოთა კავშირის საბჭოთა კავშირის რესპუბლიკაში ქალაქებშიც ყველგან თითქმის ყველგან ვიყავით გასაგებია ხო და ეხლა რამაინდეს პირველი გასტროლი თუ გახსოვთ რაღაცა ასტრახანში პირველი გასტროლი ასტრახანში ვიყავით კი პირველი გასტროლი და იქ ახლო კიდე ქალაქებში სხვა ქვეყნები მოიარეთ კიდე რამე საბჭოთა კავშირისგან პოლონეთი მარტო პოლონეთი მაშინ არ უშვებდნენ ეხლა ეს პოლონეთში ვიყავით ისიც იმასთან რეროში როცა ვიყავით რეროში მაშინ მანამდე საქართველოში რუსეთში და ასე აი ყველაზე კაი წარმატება ისეთი აი გახსოვთ ხო ბევრში იყო თუ რომელში იყო აი ხო არ გახსოვთ ეგეთი რომ აი ერთში რაღაცა სასწაული მოხდა რა რომ დაინგრა მაგალითად რომ ეგეთი აი ყველაზე მაგრად ვინ მიგიღოთ აი მაინტერესებს რუსეთში ძალიან კარგად გავდიოდით გასტროლებზე იქ მღეროდით ძალიან ბევრ სიმღერებს 6 სიმღერას მღეროდით ჯგუფში 6 სიმღერა ქონდა ჩვენ ხო და ქართულ რუსულად ქართული ტექსტით და რუსული ტექსტით. უფრო მღეროდით ჩვენ ქართულ სიმღერებს რუსული ტექსტით, მისადაგებული რუსული ტექსტით, ხო. აი წავერი და თბილისი მაგალითად. ხო, ყვავილების ქვეყანა. ეს კართალმოდგა შემოდგომა და ესე კართალმოდგა შემოდგომა გვიანია უკვე რეროში რო ვიყავით მაშინ კართალმოდგა კი. უკვე 70-იანი წლები იყო, 70 წელში. უკვე კართალმოდგა და სიჭაბუკეც უკვე აი სუპერ პოპულარულები რო გახდით აი როდის მიხვდით მაგას აი 70-იან წლებში 70-იან წლებში კი იმიტომ რომ ტელევიზიით უკვე რო გაიგეს ჩვენი დუეტის ამბავი უკვე ტელევიზია გვიძახდა ძალიან ხშირად ვიყავით ტელევიზორში პირველი არხი იყო მე კარგად მახსოვს პირველი არხი და მეორე არხი იყო მაგრამ პირველი იყო უფრო ხო და პირველ არხზე ვიყავით ხო გალინა ანჯაფარიძე და იყო ისა რუსეთის პირველი არხი და ჩვენი პირველი არხი რა მეტი არაფერი არ იყო რა მეორე არხიც იყო ის კი არა მეორე არხი იყო უფრო საინფორმაციო რაღაც ეგეთი იყო მე ეს მე შემოვიდა 80-იანებში სერგი გვარჯალაძე ეს მეორე არხია მე სერგი გვარჯალაძე ეს რომ დაიძახა გაუგუნებული იყო ხალხი ეს ლაპარაკობს ეს კაცია ასე საქართველოში ძალიან პოპულარული ვიყავით უკვე 70-იან წლებიდან უკვე ტელევიზიაც რო იყო წერილები მოდიოდა ძალიან ბევრი ტელევიზიაში რო გთხოვთ მოგვასმენინოთ გთხოვთ გვაჩვენოთ ჩიხლაძეები სულ ჩიხლაძეები
გავხდით უკვე ძალიან პოპულარული უკვე მაშინ. და როგორი კი ეს ხალხი ქუჩაში დადიოდით იყო? დააგდებდნენ ხალხი. მოგდებდნენ ხოლმე ხალხი. თან ახლა ჩვენი ვარსკვლავები ხო ეგრე არ ცხოვრობდნენ როგორც იქ ახლა რომ ისეთი რომ დაყვებათ მცველები და რაღაც არ იყო იქ დადიოდით ჩვეულებრივად შედიოდით გასტრონომში ქუჩაში რომ გავიდოდით ხო ჩვეულებრივად მოგდებდათ ხალხი რაიონშიც ვიყავით რა გავიდოდით ქუჩაში და დაგვინახავდნენ უკვე მოგდებდნენ ხალხი აბა რა იქნებოდა გასო აბა რა კიდევ იქნებოდა პატარები ბავშვებიც კი და რეპერტუარს როგორ არჩევდით ვინ იყო ამაში რეპერტუარს ვარჩევდით აი რა მოგვიხდებოდა სიმღერა ყველა სიმღერას ხო ვერ ვიხდენდით ჩვენ და რომელი სიმღერაც მოგვერგებოდა ჩვენ იმ სიმღერებს ვაკეთებდით თქვენ თვითონ წყვეტით მარტო თუ ვინმე წყვეტდა ამას კიდე თქვენს გარდა თქვენს გარდა კიდე ვინმე წყვეტდა ამას არა ეს ჩვენ რაც გვესიამოვნებოდა და რაც მოგვერგებოდა იმ სიმღერას და არანჟირებასაც თქვენ აკეთებდით და ჩვენ თვითონ გიტარებით კი კი ბატონო ჩვენ თვითონ კარგი ბატონო ხო და ეს სიმღერა თევდორაძემ რომ მოგვიტანა ეს კართან მოდგა შემოდგომა ეს გითხრა რომ ისო თქვენ ძალიან მომწონ ხართო ძალიან კარგი დუეტი ხართო და მე მინდა რომ ეს სიმღერა თქვენი მღეროთ პირადად ხო და მოგვიტანა ეს სიმღერა შეგვასწავლა და მე უკვე ჩავწერეთ მელოდიაში უკვე ჩავწერეთ ეს სიმღერა და წავიდა ძალიან უყვარსო ეს სიმღერაო პირველსო შევარდნაძე იყო მაშინ პირველი ფირფიტები გამოშვებული გაქვთ ხო რამდენიმე კი დიდი ფირფიტა დიდი ფირფიტები მელოდია რომ ეძებდა მელოდია კი და მე მოსკოვში იბეჭდებოდა ეს თვითონ ფირფიტა აქედან გაგზავნიდნენ ბაბინას და იქ იბეჭდებოდა უკვე და კი ო და მე ჩამოდიოდა იყიდებოდა იქაც და ძალიან ბევრი გაიყიდა კი ძალიან სულ იყიდებოდა კი რა საზღვარგარეთ ქონდათ წაღებულები კიდე ვინც იყვნენ საზღვარგარეთ წასულები კი აბა რა სიზამნე ხო ყველას ქონდა ოჯახში იქ ისინი და ახლა აი კომპოზიტორებთან რომელთან გიწევდათ უფრო თევდორაძე მილორავა სოსო ებრალიძე აი ესენი უფრო კი გასაგებია ჩვენგვარად და აი სიჭაბუკე მაინტერესებს სიჭაბუკე სოსო ებრალიძე ხო ეს უფრო ადრე იყო თუ კართან მოდგა შემდგომ კართან მოდგა უფრო ადრე არა თითქმის ერთდროულად ვიმღერეთ ეგ სოსო სიმღერაც და ისიც ქალბატონო მოყვა ბევრი ანსამბლი იყო ძალიან რა ეხლა და აი კონკურენციის საკითხი როგორ იყო აი რანაირად ხდება არა კონკურენცია როგორ დუეტი არ იყო დუეტი არ იყო ანსამბლები ორერა დიელო კიდე რაღაცა გოგონების რონდო იყო კიდე გოგონების კვარტეტი იყო რაღაც მაგრამ ისინი რა კონკურენციას როგორ გაგვიწევდნენ ჩვენ არც ხავდათ ხო ფაქტიურად რა და იყვნენ სოლისტები კიდე სოლო მომღერლები და ამიტომ ჩვენ არ გვყავდა კონკურენტი და მე რა მაინტერესებს აი როგორ ცხოვრობდნენ მაშინ მომღერლები აი ეს პოპულარულები როგორ ცხოვრობდნენ ეხლა რა ქონდათ ფინანსურად ძლიერად იყავით არა არა ფინანსურად ჩვენ განაკვეთებზე ვიყავით განაკვეთები ქონდა ჩვენ მაშინ და კაპიკები რა თქმა უნდა მაშინ ასე იყო და ასე იყო მარტო თქვენ კი არა სპორტსმენები ფეხბურთელებიც ესე იყო ახლა კი განაკვეთები და რაღაცა დღიურებს გვაძლევდნენ როცა გასტროლებზე ვიყავით და იყო სულ თან ისეთი პოპულარულები როგორც თქვენ იყავით კიდე ფეხბურთელები მივყავდა ხო გასაგებია არაბეთზე ნაკრები ვით რო თამაშობდნენ არ იყვნენ მაგრამ იყვნენ იმაზე ასპანეთი ორმასპანეთი აი ესე იყვნენ ჩაულებრივად ყველა რა ეხა მაინც უკითხეთ რომ მაინც მინდა რომ დღეს მე კი ვიცი ეგ ამბავი მაგრამ მაინც მე ის დრო მირჩევნია ისე ვიდრე ახლანდელი დრო რა მაინტერესებს აი თანამედროვე ქართულ მუსიკაზე ხო აი რა სიტყვით ხო ისა რა ქვია და მაინტერესებს აი ვინმე ხო არ არის ისეთი ვისთანაც იმღერებდით თქვა თან ახალგაზრდებიდან რაღაც როგორ არ არის კი არიან ვისთანაც ვიმღერებდი ისე ბევრთან ამაქვს შესრულებული კარგი მოდგაც და სიჭაბუკეც გიგი დედალამაზის ხო დედალამაზის შვილთან გიგის და ხო კართან მოდგა ვანო თარხნიშვილთანაც ვიმღერე მაგ თავარ არზე ხო ჭოხონელიძესთან ხო კიდევ გიორგი გაბუნიასთანაც ნამღერი მაქვს სიჭაბუკეს და კართან მოდგაც გიორგისთან ძალიან ბევრთან მაქვს შესრულებული ეს ზაზა ჩხარტიშვილთან ედუარდთან იყო ჩვენ ერთად მღეროდით ედუარდთან ხო და
ძალიან კარგია ეგ. ძალიან ბევრთან ამბობს. ძალიან კარგია ეგ თაობებს შორის კონკურენცი რო არის რაღაცა ახლა კომუნიკაცია. მე და არჩილი რო გავშორდით 91 წელს გავშორდით ძალაუნებურად მომიწია სხვებთან სიმღერა უკვე. აჰა. ხო და რო გაშორდით მე აღარ ვღეროდით ერთად უკვე? რო გაშორდით მე აღარ არა ვღეროდი. რო გავშორდით კი მე ედუარდთან რომ ვღეროდი მე 95 წელში წამოვედი ედუარდისგან და ოფიცერთა სახლში დავიწყე მუშაობა ჩვენი ქართული ჯარების ოფიცერთა სახლში და იქ მე არჩილიც მოვიწვიეთ ასე ვთქვათ ხო და იქ უკვე ჯარებში ვმღეროდით უკვე დუეტებს ჩვენ სიმღერებს ისე ვმღეროდით ჯარებში რა მაინტერესებს სიჭაბუკე მაინტერესებს ეხლა იმიტომ ეს ისეთი სიმღერებია ეს როგორ შეიქმნა იმაზე კარტაბულგაზე ვილაპარაკეთ ეს მე სიჭაბუკე კი ნუ მოგვეწონა ეს სიმღერა მოვისმინეთ ერთხელ სოსო და ის მღეროდა ერთხელ იმღერეს მე ჯერ არ უმღერია მედიკო ძიძიგური და სოსო ებრალიძე მიმღერეს ეს თავისი სიმღერა ნუ სოსო სიმღერა რომ მოვისმინეთ ძალიან მოგვეწონა და გავაკეთეთ მე ჩვენ თვითონ ჩვენ ჩვენებურად გავაკეთეთ უკვე ჩვენ ეს სიმღერა გასაგებია ჩემო ბატონო რა მაინტერესებს ეხლა როგორ უთავსებდით ეხლა აი ოჯახურ ცხოვრებას და გასტროლებს ერთმანეთს და აი მას რაღა როგორ ხდებოდა ეს აი ფაქტიურად გზაში იყავით რა სულ გასტროლებზე ვიყავით იმასავით ცხოვრობ ბოშებივით რა ციგნები ეგრეა ნუ სულ გასტროლებზე იყავით აბა როგორ იქნებოდა აბა 365 დღიდან 360 მაინც იყავით რა გასტროლებზე ვიყავით სულ რა ვიცი მოვიარეთ მთელი ეს შუა აზია რა ვიცი ყაზახეთი და ციმბირი და ჩრდილოეთი კიდე არხანგელსკი და ისინი მოვიარეთ ო სულ ყველა იქ ვლადივოსტოკი რაღაცები მოსკოვი ლენინგრადი კიევი უკრაინა ხო არ დაგვრჩენია მოულელი სულ ყველგან დავდიოდით აი ხა მე რა მაინტერესებს აი ეხლა ამ წუთში რასაკეთებთ აი როგორ ხო შემოქმედებითაც რა შვი ეხლა ამ წუთში აი როგორ თქვენ მომიწვიეთ ხო ისე ტელევიზიები მიწვევენ და მღერი ისე მეტი არაფერი აი ისე სახში ვარ სულ აი ქალბატონო როგორ გითხრათ ეხლა ჩვენი დროს მიიწურა და აი არაჩვეულებრივი ადამიანები აი მე ვარ აღფრთოვანებული ამდენი ხნის განმავლობაში თან მე ხო აი ბავშვობიდან ისმენთ რა სულ და მე ვარ იმ ხელავარი ხარ 64 წლის ვარ და ასე რომ აი სულ ბავშვობიდან მახსოვ ხარ თქვენ იმიტომ რომ სად იყო მაშინ ეგრე განებივრებულები ვიყავით რა ეხლა და პროფესიონალებით და კარგი შესრულებით და ოსტატებით ვიყავით გინდა მარტო მანდ კი არა კინოში თეატრში რა ყველაფერში ფეხბურთში სპორტში რა ყველგან ვიყავით აი ჩვენზე ბედნიერი კაცი არ იყო ისე ვიყავით ეხლა რომ ძალიან სერიოზული ხალხს უსმენდით და ძალიან მაგარ ფილმებს უყურებდით და რატომღაც გონიათ რომ ის ვიყავით ეხლა ჩვენ არ ვიყავით რა ეხლა ეგრე არ არის რა მონეტი ხო და ესი რა მინდა რომ გითხრათ რომ თუ გაქვთ სურვილი სანამ დავემშვიდობებოდი მე ჩემ აყურებელს რომ დავემშვიდობები კიდე ერთი სიმღერით თუ თქვენ სურვილი იქნება თუ ხმაზე არ ახარ და რამე არ არის პრობლემა რა უბრალოდ მინდა გითხრათ რომ გისურვოთ აი ყოველივე კარგი ჯანმრთელობა ბედნიერება და ვიცი რომ ეხლა მე მარტო არ მიყვარხართ ამ ქვეყანაზე რა თქვენ იყვარხართ ძალიან ბევრს რა და საბედნიეროდ ასეთი ადამიანები კიდე არსებობენ და თქვენი ყოფნა აუცილებელია იმისთვის რომ რაღაცნაირად აი რაღაც ეს საოცარი ჯადოსნური ჯოხი გადაცეთ მომავალ თაობას რა და ასე რომ ძალიან მიყვარხარ დიდი მადლობა მომზადებისთვის და ბატონებო და ქალბატონებო ეს იყო ჯაპანას პაპანაკება გადაცემა და იყო რადიო სივრცე 98.5 და ნუ წახვალთ დარჩით ჩვენთან იმიტომ რომ ეკავე მხოლოდ შემოვა კიდე თავის გადაცემით და არ დარჩებით უკმაყოფილო დამერწმუნეთ კარგად ბრძანდებოდეთ დიდი მადლობა და მოგისმენთ და ისე გავალთ ეთერიდან თუ შეიძლება ნელი შარვაძის სიმღერას ვიმღერებ. კი ბატონო. მოთიბული ბალახები ასე ქვია. კი ბატონო, სიამოვნებით. შენი ტრფობის ბალახი ვარ მოთიბული. სიყვარულის ვარტყავილთან კონავა. შენი ეშხით სილამაზით მოხიბლული. სევდიანი სიმღერების მონავა. მინდა მკერდზე ვარდის ბაღი გაგიშენო მაგვარდებზე შენი თმები გადავაწნა ტრფობით დამწვავს სილამაზის სამწამები
ალდარხეუს სიყვარულის ცეცხლი დამწვავს მე სიყვარულის სრემლით ვრეცხდი განაყველგან და ყველასთან ასეთი ვარ მხოლოდ მაშინ შენს თუჩებზე როცა დავალ შენი დორფობის სევდიანი სიმღერების მონავარ დიდი მადლობა